როცა მოზარდი ამბობს, რომ აღარც ემოცია გააჩნია და აღარც გზნობები, როგორ შეიძლება დავეხმაროთ. ალბათ აი ამ კითხვებს შორის ყველაზე რთული კითხვა ეს არის და პასუხიც გამიჭირდება გავცემით უმეტეს მოკლე პასუხი. იმიტომ რომ მოზარდი, დღევანდელი მოზარდი არის ძალიან დიდი წნეხის ქვეშ, ფსიქოლოგიური, სულიერი, ზნეობრივი წნეხის ქვეშ. და ყველა მოზარდი, ყველა აბსოლუტურად. აი რო უყურებ ხოლმე 12 წლიდან უკვე ზემოთ, 13, 14, 15, 16 წლისა ბავშვებს რო უყურებ, მათ მაგვირად გული მემისკდება. აი ხა ჩემი შვილიშვილებიც უკვე რა 15 წლის გახდა უფროსი და პატარა ეს არის 1 წლის არის. არ ვიცი და არ ვიცი რა გითხრათ, არ ვიცი. ისეთი აი დიდი წნეხის ქვეშ არიან ჩვენი ბავშვები და სულ იმის შიში გვაქვს, რომ ამ სოფლის სულმა არ წაგვართვას ჩვენ შვილები და შვილიშვილები. ვფიქრობ, ალტერნატივა არა აქვს. მათ და მე უპირობო სიყვარულს, ეგ ერთი, რომელიც ქრისტეს გარეშე მინდა გითხრათ, რომ შეუძლებელია, უპირობო სიყვარული, თუ ქრისტე არ ცხოვრობს ჩვენში, უპირობო სიყვარული პრაქტიკულად შეუძლებელია. ყოველთვის ანგარებაა წინა პლანზე წამოსული, რომელსაც ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ ხშირად და მეორე, პირადი მაგალითი ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისა. იმიტომ რომ ისინი თავიანთ მშობლებს, ოჯახის წევრებს, ბებიებს, ბაბუებს, ბიძებს, უფროს ადამიანებს უნდა ხედავდნენ როგორც ანთებულ სანთელს. დიახ, აი ესე უნდა ხედავდეს მოზარდი თავის ოჯახის უფროს წევრებს, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ბიძებს და ასე შემდეგ. უფროს და-ძმას. თუ ასე ის ვერ ხედავს, თუ თავის ოჯახის წევრებს, უფროსებს ანთებულ სანთლებად ვერ ხედავს, დამერწმუნოთ, არანაირი საუბარი და ლაპარაკი მასზე არ იმოქმედებს, იმიტომ, რომ ამასופლის სული მათ თვალწინ, იცით როგორ ანთია, აი ნაკვერჩხებს ისulis და აი ფეირვერკია. ამასופლის სული არის ფეირვერკი. სულ ბათქაბუთქი გადის ყველაფერს, რა თქმა უნდა, იქ ზოგს ხელი წააძრო, ზოგს თვალი ამოთხარა, იქ და ასე შემდეგ ჰაერს წამლავს და აუბედურებს ადამიანებს, მაგრამ აი ეს მიტაცებული აქვს მათი სული და გონება. და ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, რომ მოგრძალებულ სანთლად ვენთოთ მათ წინაშე, რომ ცოტა ხანში თუ ბათქაბუთქი შეწყდებათ, აქაც ანთია და გამოიხედოს. სხვა წამალი მე არ ვიცი რა არის. რა თქმა უნდა, ანთებულ სანთლად ყოფობა ეს არის მაღალი მდგომარეობა ქრისტიანისა, როცა ადამიანი თავის თავში კვეთით აღდგარ მაცხოვარს ატარებს და ცდილობს უფლის მსგავსად სიმშვიდით, სიმდაბლით, მოგრძალებულად, მაგრამ მოაღრესად პრინციპულად იცხოვროს. და თავის თავში ატარებდეს იმ